არ ვიცი მოისმინეთ თუ არა ქართული ოცნების წარმომადგენლების განცხადებები, რომლებიც ამბობენ, რომ ეს არის ბოროტის ღაპარიო და თინა ბოკუჩავა რატომ არის ახლა ისეთი წონიანი პოლიტიკოსი, რომ მის მიმართ მსგავსი რამ მომხდარიყო, ანუ მსგავსი რომ არ უნდა ხდებოდეს ქვეყანაში და სამართალდამცველმა ორგანოებმა პირველ რიგში ამაზე რომ უნდა იმუშაოს, იმას კი არ ამბობენ, რატომ არისო ახლა თინა ბოკუჩავა რა პოლიტიკოსიაო? ჯერ გითხარით თვითონ აი ეს თინას განცხადების შინაარსი რამდენად მძიმე მოსასმენი იყო და ფიქრობთ რომ ეს ემსახურებოდა კონკრეტულ მიზანს. მოგესალმები თამარ, პირველ რიგში მე მინდა ვისარგებლო თქვენი ეთერითაც და აქედანაც სოლიდარობა გამოუცხადო თინა ბოკუჩავას და მის ოჯახს, ვინაიდან ეს არის უმძიმესი ფაქტი და რა თქმა უნდა ამ ტოტალური რეპრესიების და ძალმომრეობის პირობებში ძალიან მნიშვნელოვანია მისი ხმამაღალი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ მას არ ეშინია და მისი პოლიტიკური ბრძოლა რეჟიმის წინააღმდეგ გრძელდება. ამასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ერთადერთი შეფასება შეიძლება იყოს, რომ ჩვენ გასულები ვართ ყოველგვარი დემოკრატიული წყობილებიდან, გარდა იმისა, რომ მიმდინარეობს რეპრესიები, როგორც თავისუფალ მოქალაქეებზე, ასევე პოლიტიკურ ლიდერებზე, ჩვენ უკვე ვხედავთ, რომ არ იკმარეს ის რეპრესიები, რაც მოწყობილი აქვს კანონის სახელით და სამართალდამცველების სახელით და დღეს უკვე კადიროვის მეთოდებით, მართლაც კადიროვის მეთოდებით, იმიტომ რომ ასეთი მხოლოდ ამ ქვეყნიდან მსმენია ასეთი რაღაცეები, გაიტაცეს ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური ოპოზიციის პარტიის თავმჯდომარის მეუღლე და ემუქრებოდნენ მას შვილებით, მცირეწლოვანი შვილების ჯანმრთელობით და სიცოცხლით, რაც რა თქმა უნდა არის წარმოუდგენლად მიუღებელი და იმის ნაცვლად, რომ ბიძინა ივანიშვილის რუსული რეჟიმის წარმომადგენლების მხრიდან ამ ფაქტის მიმართ მაინც მომხდარიყო იმის დაფიქსირება თუ როგორ წუხან ან ასეთ რამე საერთოდ ადგილი არ უნდა ჰქონდეს ამ ქვეყანაში, იგონებენ ახლა იქით ცილს წამებენ ადამიანს ამხელა გამბედაობის გამოვლენის შემდგომ, რომ თითქოს და ეს ყველაფერი არის მოგონილი. ჩვენ ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ძალიან მძიმე მდგომარეობაშია საქართველო, არა მარტო უფლებრივი თვალსაზრისით, არა მარტო საგარეო კურსის თვალსაზრისით, არამედ ზოგადად ქვეყანაში ადამიანების მდგომარეობის თვალსაზრისით და ჩვენ ვართ ის ერთადერთი, ანუ ჩვენ პოლიტიკური ლიდერები ხალხთან ერთად, რომლებიც დღეს კიდევ დგანან პროტესტით ქუჩაში, ვართ ის ერთადერთი ბარიერი, რომელიც ვიცავთ სხვა ადამიანებს მსგავსი საშინელებებისგან, როგორც კი რუსული რეჟიმი, ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი აი ამ ბარიერს მოარღვევს, რაც მე გწამს, რომ ასეთი რამე არ მოხდება, მაგრამ როგორც კი ეს მოხდება, რა თქმა უნდა მედიასთან ერთად, იმიტომ რომ თქვენც უდიდეს ზეწოლას გადიხართ და ახალ კანონებს იგონებენ, მე თავში აღვნიშნე, რომ კანონის სახელით, რატო აღვნიშნე ეს? იმიტომ რომ არალეგიტიმურ პარლამენტს შეაქვს ცვლილებები საკანონებში და უფრო აძლიერებს რეპრესიებს. ამის პარალელურად გამოყავს სამართალდამცველები, რომლებიც რასაკეთებენ, ვითომ აღასრულებენ ამ კანონებს და სინამდვილეში ეს ყველაფერი გამოიყენება ადამიანების წინააღმდეგ რეპრესიების თვალსაზრისით. აი ჩვენ ხედავთ ეხა მარიკა, რომ როდესაც მაგალითად აი ეგრეთ წოდებული სამართალდამცველები, თუნდაც პოლიცია თუ სპეცდანიშნულების რაზმები როგორ არღვევდნენ თავად კანონს, როგორ უსწორდებოდნენ მოქალაქეებს ტელეკამერების თვალწინეს აქციებზე იქნებოდა პოლიტიკური ლიდერები იქნებოდნენ თუ აქტივისტები, ცემეს ხო ეს ადამიანები და ჟურნალისტები სასიკვდილოდ გაიმეტეს. არავინ არ არის დასჯილი და ახლა როდესაც თინა ბოკუჩავა აი ამ უმძიმეს ფაქტზე საუბრობს, რაც ამ სისტემის პირობებში გამორიცხული სულაც არ არის ნამდვილად და სხვათა შორის კოტეს ვიდეოს ვინც შეხედავდა გუშინ, რა თქმა უნდა თავიდანვე გასაგები იყო ხო, რომ 7 წლის მერე ადამიანს ახლა ხელახლა მეორედ ერთი და იგივე ამბავზე ბოდიშის მოხდა ამ ფორმით და ამ ვითარებაში ხო, ამ ვითარებაში არაფრით არ მოუნდებოდა ხო თავისინები და აი ამის ნაცვლად კიდევ უფრო გრძელდება ის მოცემულობა, რომ აი მართლა არ ვიცი თუ თინა ბოკუჩავას ქმარზე ასეთი ხდება, ჟურნალისტების, აქტივისტების, რაღაცა პოლიტიკოსების წინააღმდეგ ასე ხდება, მაშინ აი მართლა რა შეიძლება ახლა რისი იმედი შეიძლება ქონდეს ნებისმიერ
ნებისმიერ მოქალაქეს, ვისი აზრით უბრალოდ არ მოეწონება, ხო ივანიშვილი? ნებისმიერი ის მოქალაქე, რომელიც დღეს ფიქრობს, რომ რეჟიმი შესაძლებელია, მაგრამ არის ჩუმად და ელოდება ჩვენ ქუჩაში მყოფი მებრძოლი ადამიანები, როდის შევცვლით ამ რეჟიმს. ასევე ნებისმიერი ის ადამიანი, რომელიც რაღაცა მიზეზების გამო, პირადი ინტერესების გამო ამართლებს, ან ყოველ შემთხვევაში არ ეწინააღმდეგება ამ რეჟიმს, უნდა ესმოდეს ყველა ასეთ ადამიანს, რომ როგორც კი ქართული ოცნება მოარღვევს ბარიერს, რომელსაც ვქმნით ჩვენ წინა ხაზზე მყოფი პოლიტიკოსები და თავისუფალი ადამიანები, თავისუფალი მოქალაქეები, თითოეული მათგანი იგივეს გაივლის, რასაც ჩვენ დღეს გავდივართ და ჩვენ დღეს ძალიან მძიმე ბრძოლას გავდივართ, მაგრამ ზუსტად ვიცით ამ ბრძოლის ფასი და ზუსტად ვიცით, რომ ეს ბრძოლა აუცილებლად უნდა დავასრულოთ გამარჯვებით. სხვა შემთხვევაში ქვეყანა აღარ იარსებებს, დემოკრატიული რესპუბლიკა საქართველოს ასეთი აღარ იარსებებს, ხო? ჩვენ ვხედავთ რას. მე ხა მოდივარ ნიკოლოზ კაციას პროცესიდან, რომელიც დილიდან გაიმართა და დღეს დღევანდელი სასამართლო, თბილისის საქალაქო სასამართლო გადატენილია, ასე ვთქვათ, რეჟიმის პატიმრების პროცესებით და განსაკუთრებულად დატვირთული დღეა მართლა, ხო? კი და ბათუმში აქ თქვენს გააშუქეთ პატიმრები, კი, ქალბატონი მზიას, რომელსაც ასევე აქედანვე დაუფიქსირებ ისევ კვლავ და არაერთხელ ჩემს სოლიდარობას და ვუსურვებ თავისუფლებას უახლოეს პერიოდში. ჩვენ ვხედავთ რას, რომ ადამიანი, ხო, აი ნიკოლოზ კაციას პროცესს მინდა დაუბრუნდე. გამოძახებული ყავდათ მოწმე პოლიციელი, რომელმაც ნიკოლოზ კაციას დაკავების პროცესში მიიღო მონაწილეობა. იცით რას გავს დღევანდელი პოლიცია? უკვე მე მგონი ეშინიათ კიდევაც სრუჩვენების მიცემა და დღეს მე რაც მოვისმინე, ადამიანს არ ახსოვდა არაფერი. შეიძლება რამდენიმე თვის წინ ადამიანი დააკავო ნარკოტიკული საშუალების ჩადებით თუ ყოველ შემთხვევაში ქონით თუ ამ ბრალდებას ხო უყენებს გამოძიება არა და არ ახსოვდეს სად დააკავა, სხვადასხვა ადგილს ასახელებდეს მისწერილობით გამოკითხვის ოკში და სხვას ამბობდეს უკვე სასამართლოს ხდომაზე. არ ახსოვდეს რა ჩხრეკის რა პროცედურა ჩატარდა, როდის ჩატარდა, სად ჩატარდა, რა მანქანით იყო ადგილზე მისული, რატო ვერ მოახერხა ჩხრეკის გადაღების დროს, მაგალითად ვიდეო გადაღება ჩხრეკის ჩატარების დროს, რომელიც მას ევალება რომ ესე გააკეთოს. რატო ვერ მოახერხა მაგალითად ნეიტრალური მოწმის მოყვანა, რომელიც ასევე არც ერთ საქმეში ნეიტრალური მოწმე არ ფიგურირებს. რა თქმა უნდა, ჯერ ერთი რომ ძალიან ცუდ მდგომარეობაში არიან ეს ადამიანები, ეს სრულ-მოწმე პოლიციელები და როგორც ჩანს უკვე ბოლო პერიოდის პროცესები, რასაც გამოჰყოფს და თვალნათელს აჩენს, უკვე მათაც ეშინიათ, იმიტომ რომ ვეღარ ბედავენ უმეტეს შემთხვევაში სრუჩვენების მიცემას და ძირითადად არ მახსოვს რეჟიმში არიან, ხო? ამის პარალელურად, რომ ჩვენ 66-ზე მეტი პოლიტიკური პატიმარი გვყავს დღეს საქართველოში, ხო? რეჟიმის პატიმარი. ამის პარალელურად 500-ზე მეტი საქმე არის, სადაც ადამიანები აწამეს, დაარბიეს, ცემეს, დაკავების მერე შეურაცხყოფა მიაყენეს როგორც ფიზიკური, ასევე სიტყვიერი შეურაცხყოფა, მაგრამ ისეთი ბრუტალური მეთოდებით მოხდა ადამიანების დევნა, რომ უკვე სიტყვიერ შეურაცხყოფას ყურადღებას აღარ აქცევენ ზოგიერთი ადამიანი, ხო? ამ დროს რამხელა ფსიქოლოგიური ისინი ხდება, ზეწოლები ხდება ადამიანებზე და ჩვენ ვხედავთ, რომ არც ერთი, აი ჟურნალისტებზე რამდენი შემთხვევა იყო, სადაც პირდაპირ კადრები არსებობს და ეხლა მიმდინარეობს, მაგალითად ამ წუთებში მიმდინარეობს თბილისის საქალაქო სასამართლოში რეჟიმის კიდევ ერთი პატიმარი საბას ხიტარიძის პროცესი, კი ბატონო, რომელიც მარტო იმიტომ არის დასჯილი, რომ ტიტუშკები, რომლებიც ეგონათ იქ მყოფ პოლიტიკოსებს 4 დეკემბრის ღამეს გამოვიდნენ ქალს ცემეს, თავს დაესხნენ პოლიტიკოსებს, თეონა ჭალიძეს როგორ ურტყამს მირიან ქავთარაძე, ის ტიტუშკა პოლიციელი, რომელიც მერე პოლიციელი აღმოჩნდა თურმე, ხო? პირდაპირ კადრები არის დადებული, მის შესულია საქმე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში, რომელიც დღე-დღეზე უკვე აღარ იარსებებს და არანაირი რეაგირება, ხო? ანუ ჩვენ ვხედავთ 500-ზე მეტი, მინიმუმ 500-ზე მეტი შემთხვევა, სადაც პასუხისგება უნდა დამდგარიყო, მაგრამ არ არის დამდგარი ეგრეთ წოდებული ტიტუშკების და ასევე ეგრეთ წოდებული სამართალდამცველების, რომლებიც ადამიანებს არბევდნენ და ძალის არაპროპორციულ გამოყენებას ახდენდნენ. ეს ყველაფერი მიუთითებს იმას, რომ ძალიან მძიმე მდგომარეობაში არის ქვეყანა. ეს ყველაფერი მიუთითებს იმას, რომ რეჟიმის სუსტდება, შიგნიდან სუსტდება ამდენი სანქციის ფონზე და
შიდა ასე ვთქვათ დაპირისპირებების ფონზე და იმ წნეხის ფონზე, რომელსაც ადამიანები გარედან ქუჩიდან უკეთებენ ამდენდღიანი გადაბმული პროტესტის ფარგლებში და ეს ყველაფერი მიუთითებს იმას, რომ რეჟიმი მაქსიმალურად უჭერს. კიდევ უნდა გაუძლოთ, ეს ბრძოლა არ გადის გამძლეობაზე, ეს ბრძოლა გადის გამბედაობაზე და ჩვენ, ვისაც გვიყვარს ეს ქვეყანა, აუცილებლად გავაგრძელებთ ამ ბრძოლას, არ დავიღლებით და ეს ბრძოლა უნდა დასრულდეს. სხვა კანონზომიერება არ არსებობს, უბრალოდ უნდა დასრულდეს ქართველი ხალხის და საქართველოს გამარჯვებით. კი ბატონო მარიკა, დღეს ახსენა თინა ბოკუჩავამაც და რასაკვირველია, გასაგებია აბსოლუტურად, რომ მთავარი სამიზნე არ იყო და მთავარი მოტივი ამ ყველაფრის არ ყოფილა რასაკვირველია ის ბოდიში, რომელიც კოტემ ჩაწერა, ხო, ვიდეოში. მთავარი სამიზნე იყო თინა ბოკუჩავა, ის როგორც პოლიტიკური ლიდერი და მისი განეიტრალება. როგორ ფიქრობთ, რა მიზანი აქვს ივანიშვილს, აი რატომ სჭირდება მას თინა ბოკუჩავას განეიტრალება? ბიძინა ივანიშვილი და მისი რეჟიმი უკვე აქტიურად არიან გადასული პოლიტიკური ლიდერების თავდასხმებზე და მათზე გაძლიერებულია რეპრესიები და ამას მიუთითებს თუნდაც ის სასამართლოს ხდომები, რომელიც მიმდინარეობს ამ პოლიტიკური ასე ვთქვათ ლიდერებთან დაკავშირებით, ხო? თქვენ იცით, რომ ჩვენი ერთ-ერთი კოალიციის ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სრულიად უსაფუძვლოდ არის დაკავებული, ასევე ნიკა მელიას გატაცება მოხდა მანამ სანამ შეუცვლიდნენ აღკვეთ ღონისძიებას და მინდა აქვე გავაჟღერო, რომ ნიკა მელიას გატაცების შემდგომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმიც კი არ არის გადმოცემული, რომ დავადგინოს რა მოიგონეს, რა ჩაწერეს მისი გატაცების იმაში, ხო, რითი შეეცვლებენ ამის ჩხუბებოდა და იქ რაღაცა კი ბატონო, არ არსებობს ასეთი რამე, არ გადმოუცეთ ამ დრომდე როგორ შეიძლება რომ ეს არ მოხდეს, არც სასამართლოს ხდომა არ ჩანიშნულა ამასთან დაკავშირებით, ხო? გარდა ამისა, ნიკა გვარამია 13 ივნის მაღალი ალბათობით იქნება დაკავებული, ხო, ზუსტად იგივე მექანიზმით. ჩვენ რას ვხედავთ, რომ ერთის მხრივ კანონის ძალით, ანუ კანონში აქვს ცვლილებები და მე ეგრეთ წოდებულ სამართალდამცველებს აღასრულებინებს ამას და ვხედავთ, რომ კანონის სახელით აძლიერებს რეჟიმს. მეორეს მხრივ ვხედავთ, რომ არალეგიტიმურ პარლამენტში, რომელზეც მანდატებზე გვაქვს უარი ნათქვამი და ეს პარლამენტი საერთოდ კვაზი პარლამენტია, იმიტომ რომ არალეგიტიმურის გარდა ის არის შეუძლებელია ექსტრუფასოვანი ფუნქციონირება და ამ არალეგიტიმურ პარლამენტში წულუკიანმა შექმნა რაღაცა კომისია, რომელიც მიზანმიმართულად შექმნილია სწორედ პოლიტიკური ლიდერების და პოლიტიკური ოპონენტების დევნისათვის და ჩვენ ვხედავთ კიდევაც ამის შედეგებს, რომ სწორედ ამ აბსურდული კომისიის ფარგლებში ხდება ადამიანების პოლიტიკური ლიდერების დაკავება. რა უნდა დაუპირისპიროთ ჩვენ? ის, რასაც ვუპირისპირებთ, არ თანამშრომლობა, არ აღიარება. ყველაზე მეტად კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ბიძინა ივანიშვილის რუსულ რეჟიმს, იგივე ქართულ ოცნებას ეშინია და სტკივა ლეგიტიმაციის არქონა. ლეგიტიმაციის არქონას რა იწვევს? იწვევს არ თანამშრომლობა ქვეყნის შიგნით, არ აღიარება პოლიტიკური პარტიების მხრიდან, ხალხის მხრიდან და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან, რომელსაც უკვე მოყვება შესაბამისი სანქციები. ეს არ თანამშრომლობა რეჟიმის მარიკა ფიქრობთ, რომ არის ეს თუ შეიძლება, იმიტომ რომ ამ არ თანამშრომლობის ფარგლებში ძალიან მნიშვნელოვანია ის, რასაც გაცხადებულად ვამბობთ ჩვენი კოალიცია ცვლილებისთვის ამ შემთხვევაში ადგილობრივ თვითმმართველობის ბაზე ბოიკოტი, იმიტომ რომ არ შეიძლება იმ პირობებში, სადაც გაუარესებულია საარჩევნო სისტემა, იმასთან შედარებით, რაზეც ჩვენ უკვე ვთქვით და შეთანხმებულები ვართ, რომ მოხდა გაყალბება, ხო, იმასთან შედარებით კიდევ გაუარესებულია გარემო. ჩვენ ვხედავთ სასამართლოს, სადაც არ მიიღება არც ერთი გონივრული გადაწყვეტილება და ყველა გადაწყვეტილებას თავისი მართვა ეტყობა, ხომ? ასეთ პირობებში როგორ შეიძლება შეხვიდე იმ თამაში, რომელიც თავდაპირველადვე არის წაგებული. აი, ეს უნდა მეკითხა სწორედ, რომ ივანიშვილის მიზანი ახლა ეს არის, რომ ნებისმიერ ფასად ან აიძულოს პოლიტიკური პარტიები, ან შექმნას იმგვარი ვითარება, რომ სხვა გზა აღარ ქონდეს თითქოს პოლიტიკურ პარტიებს, რომ შევიდნენ ადგილობრივ არჩევნებში და აი, როდესაც მაგალითად არჩევნებში მონაწილეობის მომხრე პოლიტიკური ძალები საუბრობენ იმაზე, რომ აი მოდი დავსხდეთ და რაღაც ფორმატებში განვიხილოთ, თუნდაც ვიკამათოთ ამ არგუმენტებზე, ან სასარგებლო, ან საწინააღმდეგო, თქვენ ფიქრობთ, რომ არის რაიმე არგუმენტი, რამაც შეიძლება თქვენს კოალიციას ან თქვენს პოლიტიკურ ძალას შეაცვლევინოს დამოკიდებულება ადგილობრივ? მოდით ჯერ დავაკვირდეთ მოვლენებს რა ხდება, ხომ, სანამ ამ კითხვაზე გაგცემთ კონკრეტულ პასუხს და კი ძა არას აუცილებლად გაგცემთ, იმიტომ რომ ამ მოცემულობაში არ არსებობს გარემოება, რომელიც ჩვენს კოალიციას მიაღებინებს გადაწყვეტილებას, რომ შევიდეთ და მონაწილეობა მივიღოთ
არალეგიტიმური რაღაცა ხელისუფლების პირობებში არაფრის მომცემ არჩევნებში, ხომ? მაგრამ აქ არის მნიშვნელოვანი რა, ნახეთ, დავაკვირდეთ, ვიზე ხორციელდება ამ წუთას რეპრესიები ყველაზე მეტად, ხომ? ჩვენ კოალიციამ ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ ღიად და მკაფიოდ დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია, რომ არ ვღებულობთ ამ არჩევნებში, ანუ ბოიკოტს უცხადებთ მას და ჩვენი ორი ლიდერი ამ წუთას დაკავებულია, მესამე, როგორც აღვნიშნეთ, 13 ივნის მაღალი ალბათობით იქნება დაკავებული, ხომ? ასევე ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ეს პოზიცია აქვს მკაფიოდ დაფიქსირებული და მის თავმჯდომარეზე დავინახეთ რა განხორციელდა გუშინ ძალადობის რა მეთოდი, რაც დღეს განაცხადა, ხო, თინა ბოკუჩავამ ამასთან დაკავშირებით, მისი მეუღლის გადაცემასთან დაკავშირებით. რაზე მიუთითებს ეს, რომ დიახ, ერთადერთი ალბათ ბერკეტი ამ წუთას ოპოზიციას გააჩნია ის, რომ რისიც ეშინია ივანიშვილს და რისი ეშინია, ამას მიუთითებს ფაქტები. და მე ფაქტები აღწერე, ხო, წეღან რა მდგომარეობაში ვყავართ ის პარტიები, რომლებიც უარს ვაცხადებთ ღიად და მკაფიოდ მასთან ნებისმიერი ფორმის თანამშრომლობაზე, ნებისმიერი. ეს უნდა გააკეთოს ყველამ იმისათვის, რომ ჩვენ გავიდეთ შედეგზე და ეს შედეგი მოვიდეს უფრო სწრაფად. უფრო სწრაფად. შეუძლებელია კიდევ დიდხანს გაგრძელდეს ეს ყველაფერი. შეუძლებელია. უკვე აი ზამბარასავით არის მოჭიმული სიტუაცია და გარდამტეხი მომენტი არის საჭირო, რომელიც აუცილებლად დადგება, დარწმუნებული ვარ ამაში, ეჭვი არ მეპარება იმაში, რომ საქართველო არ დამარცხდება და საქართველო გაიმარჯვებს, მაგრამ ჩვენს გონს უნდა მოვიგოთ და ჩვენი ნაბიჯებით ხელი უნდა შეუწყოთ ამ პროცესის დაჩქარებას. კი ბატონო, და ბოლოს მინდა ისევ თინას ამბავს დავუბრუნდე და ჩვენ ახლა ვახსენეთ და ისაუბრეთ თქვენ ბევრი, რომ არც არანაირი ინსტიტუცია აღარ არსებობს, აღარ სამართალდამცველები, აღარ სასამართლო და ხო ბიძინა ივანიშვილმა აი ასე გადაყლაპა მართლა ყველაფერი, რისი იმედით შეიძლება კონდეს ადამიანს, ხო, ნორმალურ სამართლებრივ სახელმწიფოში, რომ როცა ასეთ განცხადებას აკეთებ და როცა ლაპარაკია იმაზე, რომ არა მხოლოდ კოტეს მიმართ იყო, ეს მუქა არა მცირეწლოვან ბავშვებზე არის, ხო, იქ საუბარი, როდესაც თინა ამბობს, განსაკუთრებით ძიმე იყო, ახლა როგორც ცოლი, როგორც დედა, როგორც პოლიტიკოსი, აი აბსოლუტურად ყველა მიმართულებით მართლა ძალიან ძიმე მოსასმენი იყო, მაგრამ მართლა ძალიან ძლიერი გადაწყვეტილება მიიღო თინამ და ძალიან ძლიერი განცხადება გააკეთა. მაგრამ როცა ლაპარაკია იმაზე, რომ აი ამ წუთას შეიძლება, როცა ჩვენ ვსაუბრობთ, ეს ბავშვები არიან ისევ რაღაცა საფრთხის ქვეშ, ხო? იმიტომ რომ ეს საფრთხე ხო მოხსნილი და გამორიცხული არ არის. აი ამ შემთხვევაში სად არის ლევან იოსელიანი? უნდა კონდეს თუ არა მას უკვე რეაგირება? არა მარტო ლევან რეაქციაზე ვატყობ, რომ ხო არა მარტო ლევან იოსელიანს, ანუ არა მარტო სახალხო დამცველს, რომელსაც უკვე განგაშის ზარები უნდა კონდეს აწეული, ასე ვთქვათ, და შემორტყმული, ყველა საერთაშორისო პარტნიორისთვის ინფორმაცია მიწოდებული, ასევე პროკურატურას უნდა კონდეს მინიმუმ გამოძიება დაწყებული, მინიმუმის კამერები ამოღებული, რომელიც იქვე არის და დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ასახული ექნება ყველაფერი ის, რაზეც მიმდინარეობს საუბარი, ხო, თინა ბოკუჩავას მხრიდან. მინიმუმ საქმეში, რა ვიცი, ანუ ბევრი მინიმუმ არის ისეთი, რომელიც უნდა გაკეთდეს და არ კეთდება. არ ვიცით, მე არ ვიცით, არა მაქვს პასუხი იმაზე, სად არის ახლა ლევან იოსელიანი, მე რომ ყოფილიყავი მის ადგილას, ვიცი, სადაც ვიქნებოდი. ძალიან დიდი მადლობა მარიკა, წარმატებას გისურვებ და კიდევ ერთხელ ჩემი მხარდაჭერა და სოლიდარობა თქვენი პარტიის ლიდერებს, ვინც უკვე ციხეშია და ნიკასაც, რომელსაც რამდენიმე დღეში ალბათ იგივე განაჩენია.